1001 ღამე. რა ჩავიდინე? რა მოხდა მელეკ? რატომ ნერვიულობ? რატომ დგები? მოდი აქ. ბურა გამიშვი. რა გჭირს? ჩემს ეხტაზე რატომ არ წავედით? როგორ არ გწვენია? ჩემი სახლი არ მოგწონს? როგორ არ მომწონს, მაგრამ მერცად წავიყვანდით, ზღვაში გავიდოდით. ამიტომ გითხარი, ახლა სახლში უნდა გამოვიკეტოთ. კარგი იქნებოდა, მაგრამ ნახე რა დღეში ვარ, მაკიაჟიც არ მომიშორებია, შემომხედე? ყველაფერი დამთავრდა ხომ ასეა? დამთავრდა, უკვე დასვენების დროა. შეგვიძლია ფართისთვის მოვემზადოთ. ფართიც არის? დიახ, და მე ოფიციალური გახსნა. მე უკვე დიდ ბილბორდებზეც გნახავთ ხომ ასეა? ადაკი ჩაიცვი, ძალიან გთხოვ. რატომ? ღმერთო ჩემო, რომ ავდგე რა უნდა გავაკეთო? გთხოვ, ჩავთვალოთ რომ არაფერი მომხდარა. რას გულისხმობ მელეკ? რატომ უნდა ჩავთვალოთ რომ არაფერი მომხდარა? ბავშვები ვართ? ასე ცხოვრება აღარ მინდა. მაგრამ როგორ ცხოვრობდი? გთხოვ. ეს კანის სათამაშო არ არის? თქმა ბიჭმა გატეხა. მათ არ ისმის? აქ არ არიან? არა, შაჰრაზადი და ონორი ქალაქგარეთ წავიდნენ, კანი ბებიასთან დატოვეს. ქალაქგარეთ? ხო, რადგან შაჰრაზადი ონორ შეურიგდა, შენ შეურიგდები ხომ ასეა? კარგი, დაივიწყე ეს საკითხი. ისმენ. რა? ეს ხა გვაკლდა. რა პრობლემაა, მითხარი? რა პრობლემაა? ერთმანეთი ახლახან გავიცანით, მაშინ ლოგინში ჩაგიწექი ბურაკ. იმიტომ რომ ერთმანეთი მოგვეწონა, მე რა მოხდა? ჩემი რატომ არ გესმის? თუმცა რატომ უნდა გესმოდეს? ბურაკ, გთხოვ ჩაიცვი და წადი. ესე იგი მაგდებ. არა, მაგის თქმა არ მინდოდა. დავივიწყოთ ეს ამბავი. მორჩა. მართლა არ მესმის, ასე რატომ აზვიადებ? მელეკ, მოდი. მოდი აქ. მოდი. შემომხედე. დაიღიმე. აბა უნდა მოვადუღო. შენს დალია, იმიტომ რომ ბევრი ალკოჰოლი მიიღე. ძალიან საყვარელი ხარ. შენც. და ვასე ადრე რატომ მოხვედი? რატომ არ უნდა მოსულიყავი? გადაღება ადრიანად დასრულდა. ხომ მითხარი ქერემთან ერთად უნდა წავიდეო? ვერ წავედით. ნავსადგურიდან დაურეკეს, იახტები გაუძარცვავთ. მისიც გაძარცვეს? არ ვიცი. უთხრეს მოდით ნახეთ რამე ხომ არ არის მოპარულიო. ქერემი გადასამოწმებლად წავიდა. შენ რატომ არ წახვედი? რატომ უნდა წავსულიყავი? რა გჭირს? რა მოხდა? არა, არაფერი. როგორ ხარ ბენო? თქვენ გაიგეთ? რა? რა? კიდევ კარგი არ მითხარი, კარავი გავშალო და საძილეთომრებში დავიძინოთო. ესე იგი არ მოგეწონა, ამდენი ტყუილად გატარე. საღამოს ასეთი გემრიელი ვახშამით თუ დამხდება ხოლმე, პრობლემა არ არის, ბევრს ვივლი. უბრალოდ სახელს ვერ ვიხსენებ. შაჰრაზადი. შაჰრაზადი თქვენს? არ ვიცი, არ მგონია. ალბათ მომესმა. არ გამიგია. რომ გითხრა მთაში სიარული მიყვარს, მეთქი საერთოდ არ დაინტერესდები ხომ ასეა? არსებობს მანქანა, ამ ხელმთა ფეხით რატომ უნდა ავიაროთ? ზარმაცი ხარ ონორ. აღიარე რომ ზარმაცი ხარ. დარწმუნებული ხარ? მასავით მდიდრები რომ ვიყოთ, ჩვენს გვაპატიებდნენ. ხო. ასე არ არის? ესენი აშკარად ჩვენზე ლაპარაკობენ. არა, რას ამბობ, ჩვენ რაშუაში ვართ. ამათთვის ასეთი რამ პრობლემა არ არის. რა მოხდა? არაფერი, კანზე ვფიქრობ. ნეტავ რას აკეთებს? რას აკეთებს? ალბათ ბებია და ბაბუა თავსავლებიან.
რას ვიზამთ, მთავარი ფულია. ფული. ზაბლი ვის უნდა? მეც მინდა ბებია. მეც. მოდი. კან მოდი ბურთი ვითამაშოთ. ითამაშოთ. კარგად ერთობიან. ცოღლუტები. მიდი, გადმოაგდე, მიდი. კარგი იქნება შაჰრაზადმა ქაანი უფრო ხშირად დაგვიტოვოს. უთხრათ ქალბატონო ნადიდე. ვეტყვი ჩემი შვილიშვილი უფრო ხშირად მოიყვანე მეთქი და მოიყვანს. მიდი, დაიჭირე. მიდი. ბორჯო, საკმარისია ბოლოს და ბოლოს. საცაა თავი გამისკდება. მიდი. რა არის ეს? ქალბატონ შაჰრაზადს თავისი შვილი გაუთამამებია. მას თავზე აზის და ახლა ჩვენც უნდა ავიტანოთ. ბავშვები ერთმანეთს კარგად ეწყობიან და არ მოსწონს. რა ბოროტია ღმერთო. კან, ნახე რა ჩაიდინე. ქიოსონ, 2 წუთით ვერ ჩერდები ერთ ადგილზე. რა ცალკი ბავშვი ყოფილხარ? ნედა. ნედასთან მინდა. თან ტირის კიდეც. კარგი, არ გიყვირი. მოდი ქან ბაბუასთან, მოდი შვილო. ამა შეხედე. ფეხი არ დააბიჯოდე და ყველგან ნამსხვრევები ყრია. თითის ტოლა ბავშვს რატომ უყვირი? თითის ტოლაა, მაგრამ ცუდად იქცევა. ასე როგორ შეიძლება? შენ ეს როგორ გაბედე, რომ ქაანს დაუყვირე? არ უყვირია დედა. ქაანს რატომ უყვირე? მისი ბიცოლა. შენ ნუ ერევი? მეორე ყვირილი კი არა. ხმის აწევაც არ გაბედო ამ ბავშვთან. თორემ ბებია. მოდი საყვარელო. ადიქი. ხელი გამიშვი. ბიცოლას დაყვირება არ უნდოდა. ბებია. ო. არიტირო საყვარელო. რა ხდება საყვარელო, შენი იახტაც ხომ არ გაძარცვეს? არა, ჩემგან არაფერი წაუღიათ. მაგრამ ორი იახტა გაძარცვეს, მუსიკალური ცენტრი წაიღეს. ხო, ფრთხილად იყავი. შენ რას აკეთებ? არაფერს. ბურაკია ჩვენთან. ცხედვართ და ვსაუბრობთ. რა? ბურაკი თქვენთან არის? ხო, მელექი და ბურაკი სახლში მოსულან. ძალიან უმიჩვევთ, თორემ ვეღარ მოიშორებთ. უთხარი მოვიდეს, ყველანი ერთად სადმე წავიდეთ. ღამე მშვიდობისა ძვირფასო. ამ მშვიდობისა, დროებით. ყავას კიდევ დალევ? არა, მადლობ. მე ვიყავა დავლია. მე შაბათია, მაგრამ როგორც ხედავ, არაფერს აპირებთ. კარგი. რატყობთ სახლში ყოფნა გირჩევნიათ? ხოლ დაგირეკავ, კარგი? დროებით. ხოლ არ მეცლება. ჯერ გათენდეს, იქნებ მოიცალო. თავი მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. რა ხდება მელეკ? ისევ ძველი მელეკი გახდი? და უგთხოვ ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს. ის დღეები მოგენატრა, როცა არ იცოდი ვისაწულში იღვიძებდი? შეცვლას არ აპირებ, ხომ ასეა? და უსაკმარისია. როცა მდიდარი ხარ, ყველაფერი შესაძლებელია ჩემო კარგო. გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს გაიგონებენ. გული ყველაფერს ავიწყებს. რაც არის იმას ვამბობ. თუ მდიდარი ხარ, ყველაფრის უფლება გაქვს. მორჩა. კარგი, მორჩი. ამას ზედმეტი მოსდით. ანურ, კარგი დამშვიდე. გაიგონებენ. კარგი დამშვიდე. როგორ დამშვიდე შაჰრაზად, ჩვენზე ლაპარაკობენ. გაჩუმდი. რა კარგია ცხოვრება? გაჩუმდი. რატომ უნდა გავჩუმდე? ტყუილია? ონურაკ სალმა ფული მისცა და ის ქალიც გაჩუმდა. არაფერს ამბობს. მორჩა. იჟი ხომ არ ხარ გაჩუმდი? ალბათონ შაჰრაზადს როგორი განსხვავებული გემოვნება ჰქონია? ჩვენ წინ შედამ ხომ არ გაგიჟდი? რა იყო ტყუილს ვამბობ? რას აკეთებ? ონურ. მოდი აქ. მოდი შეარაკაცო. რა თქვი? ცხოველო. ონურ არ გინდა. წესრადი ლაპარაკე. ბატონო ონურ, დამშვიდით, გთხოვთ. ონურ წავიდეთ. ბატონო გთხოვთ. ონურ გთხოვ. მოკლავ. არაკაცო. ონურ. კარგი. ბოდის გერთე ჩვენი მეგობრის მაგივრად გთხოვთ. ონურ გთხოვ. ბატონო ონურ, გთხოვთ, გვაპატიეთ. კარგი. გვაპატიეთ, ბოდიში. გთხოვთ, გვაპატიეთ.
შენს მეგობრებს უმადლოდე თორემ ძლებს დაგიმტრევდი. კარგი ონურ, კარგი. წამოდი. აქე წამოდი. ყველა წინაშე შეგვარცხვინე. ახლა ვიწავიდეთ აქედან. კარგი. მუსი. ზადა უშვით შეცდომა. ეს რატომ დაგვემართა? ამ შეცდომის გამო შენთან გატარებული წლები ფუჭად გავლია. სულ ტყუილად გავფლანგე. ხელი კარგად გაქვს? კარგად აქვს. მაჩვენე? არაფერია შაჰრაზად, კარგად ვარ. ონურ მოიცადე. აპატია, დასვენება ჩაგაშხამე. არა უშავს. მაგრამ მეგონა რომ იმ ბიჭს მოკლავდი. დაიმსახურა. შენი სახელი რომ არ ეხსენებინა, თავ შევიკავებდი. ონურ ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახი ხარ. როცა შენ გულს გტკენენ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. შემიძლია ვინმე მოკლა შაჰრაზად. ვინ შენ შეგეხება, ჩემი ხელით მოკლავ და მიჯერე. ონურ, მე შენ გამო ვერავის ვერ მოვკლავ. ძალა არ მეყოფა. მაგრამ შემიძლია შენთვის მოვკვდე. მართლა გეუბნები. ხოლო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ჟალე ერილდიზე, ხალი ვამპირი ლომის დამარცხებელი არქიტექტორი. რა ხდება პატარავ? რამდენი ხანია აღარ შემოგივლია? დამცინი? ოფისში ფეხს არ მადგმევინებ. გაბრაზებამ უკვე გადამიარა. შეგიძლია შემოგვიარო. ძველი მეგობარი მტერი არ არის. შენს გაიგე? კომპენსაციის თაობაზე სასამართლო დასრულდა. გავიგე. იაფად გამოსულ ხარ. იაფად გამოვედი? რა თქმა უნდა, შენ რა გენაღვლება? არ ვიცი, საიდან მოვიტანო ამ ხელაფული. რას ამბობ საყვარელო? მაგაზე ნერვიულობ? მე რისთვის ვარ? გადავიხდი. ერდა. თუ ვინმეს დაცინვა გინდა, სხვა მოძებნე. მე ყოფა რაც გამიკეთე. რადგან ვამბობ გადავიხდი, მეთქი გადავიხდი ჟალე. რადგან ეს საქმე ერთად გავაკეთეთ, დაგეხმარები. შენი საქმე გააკეთე, ახლა კი ჩემი ჯერია. სერიოზულად ამბობ? საქმეს მორჩე, წამოდი პორტოხლის სვენი დავლიოთ. წამოდი. გავუმართ. უფრო მეტიც არის. ადვოკატის ხარცაც გაისტუმრებ. პატიმრობას თუ მოგისჯიან, ცოტა ხანს ციხეში გეყოფა. მაგრამ თუ ჩეკის განაღდება ვერ მოასწარი და ციხეში აღმოჩნდი, საკნის მეგობარს გრთამი რომ მისცე, იმისთვისაც გეყოფა, გასაგებია. ამის სანაცვლოდ რა უნდა გამაკეთებინო? ასე რატომ ელაპარაკები ჟალე? იცოდე ძალიან მწყინს. კარგი. გმადლობ. საღამოს რამე საქმე გააქვს? ერთად ვივახშმოთ? კარგი. ჟალე ერილდის, რომელმაც ონურ აქსალს ცილი დასამა, დაეკისრა ჯარიმა 50,000 ლირის ოდენობით. ონურ აქსალის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ის 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩასვამენ? არა ბატონო ონო, სამწუხაროდ. დიდი 3 თვე მიუსაჯურო, მაგრამ იმასაც გირავთ მოაგვარებენ.
მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორ მიდის საქმე? კიდევ ბევრი დარჩა? როდის ვნახავთ? კარგია. ამჯერად რას ხლართავ? არაფერს საყვარელო. ადექი გავემზადოთ და წავიდეთ. კარგი. ჯანსელ ნუჯი უტოპ კარი გააღე. იამან გთხოვ წადი. მაგრამ ხელის მოწერა 3 საათია, ყველაფერი მზად არის. რატომ არ გესმის იამან? ეს საქმე არ გამოვა. მეც დამივიწყე და ხელმოწერაც. ჯანსელ გთხოვ, რატომ უნდა დაგივიწყო არ მესმის? ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. იამან გთხოვ წადი. ჯანსელ. ჯანსელ. დირექტორთა საბჭოს საბუთებიც აქ არის ბატონო ანურ. დედაჩემის ხელმოწერა რატომ არ არის? არ გავგზავნეთ? დილით გავუგზავნე, მაგრამ დედა თქვენი სახლში არ ყოფილა და უკან მოიტანეს. კარგი. ინებეთ ხალბატონ ორხაიათ შეგიძლიათ წახვიდეთ. გმადლობთ. მეზიჰე, დედაჩემი დავალავრაკე. სად წავიდა? მადლობ ძმაო. კეთილი იყო შენი მასვლა. ომარ დამაგვიანდა, მის სამარს დიდხანს ვეძებდი. ხშირად მოხვალ და ისწავლე. შემოდე. ტორტი უნდა მეყიდე, მაგრამ ტორტი გვაქვს. ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, მადლობ. არა, არ გაიხადა. არ გინდა. შენი მშობლები არ არიან? არა, ორივე სამსახურშია. დედა შენიც მუშაობს? ხო, სკოლის მასწავლებელია. მამა შენი რა საქმიანობს? ტექსტილშია, ტექსტილის ბიზნესი აქვს. მაგარია. აქ დავსხდეთ თუ ქვემოთ ჩავიდეთ? როგორც გინდა. მაშინ ქვემოთ ჩავიდეთ, წამოდი. აუდიტორიის 3-დან ახაზებს ვერ პოულობ, ხომ არ იცი სად არის? დაო, რაღაც კითხე. არ ვიცი, თავად მოძებნე. რა მოხდა? არაფერი. როგორ ხარ ბენო? გადაღებები დამთავრდა? კარგად ვარ, მადლობ. დამთავრდა. კარგად ჩაიარა? დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვიდოდა. როდის ვნახავთ? არ ვიცი, ჯერ ცნობილი არ არის. უკაცრავად. ურაკ, მომისმინე. შენთან დაკავშირება ძალიან გაუჭირდათ. არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა. ეს როგორ? პოლიციას აღარ უნდა რომ ჩვენება ჩამომართვას. უნდათ, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. მაგრამ როგორ? ამერიკის პოლიციამ საელჩოს მეშვეობით საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო პროკურატურას მიმართავს და ასე შემდეგ. ოფიციალური მიმოწერები, მისამართის დადგენა, პროკურატურის პროცედურები, ეს ამბები სულ მცირე 3 წელი გაგრძელდება. მაგარია. და თუ გინდა ყელზე თოკი მომიჭერე და მომკალი ოღონდ ასე ნუ მეკცევი. ამაში სასიკეთოდ ვაკეთებ, ვერ ხვდები, გონი არ ვიცი რა შეცნობა დავუშვი. ქერემის ძმასთან ბურაკთან იცექი. ხედავ რა მდგომარეობაში აღმოჩნდი? რა მდგომარეობაში აღმოჩნდი? არასდროს არ შეიცვლები ასეა? დაო, ჩემი საყვარელი მამაკაცი გარდაიცვალა. რატომ არ ცდილობ გამიგო? ჩემ განჯას რატომ არ ეშვები? ესე იგი ბურაკთან იმიტომ დაწექი, რომ ეს ტკივილი დაგევიწყებინა. სამწუხაროა, შენი ღირსება არ გაგაჩნია. დაუკვირდი რას ამბობ. დღეს ბურაკი, ხვალ ახმეტი, ზეგმეხმეთი, ასე როდემდე უნდა გააგრძელო. დაო, ტყუილია? გახსოვს მაინც შენ ცხოვრებაში რამდენი მამაკაცი იყო? მომისმინე. სახლის მეპატრონეს გასაღები მიეცი? მივეცი.
მელექ სად მიდიხარ? სად მიდიხარ? გამიშვი. დაგირეკავ. გამიშვი მეთქი. ერთი წუთით. ეს არაყია? ხო, ხმდალევ. მერე დავლე ჯერ ადრე. კარგი, მაშინ თუ გინდა შეგვიძლია მუსიკას მოусმინოთ. როგორც გინდა. კარგი, ახლავე ჩავთავ. კარგი. ეს ფილმი ნანახი გაქვს? არა, არ მინახავს. მოусმინე, მუსიკაც კარგი აქვს. აა. ეს ბიჭი მოგწონს? Hello. I was wondering. ყველაზე მეტად ეს მოგწონს? სახეობებიდან ეს მომწონს. ვინც მსახიობი არ არის? მითხარი. შენ. ძალიან მენატრები მოხსინ. ნეტავ თავის დროზე დამეფასებინე. ამერიდან უფრო ხშირად მოვალ შენს საფლავზე. ყოველ კვირას მოვალ. ყვავილების გარეშე არ დაგტოვებ. ბურსიდან ამბილი დაუბრუნდით ბატონო. ახლა სასაფლაოზე ვართ. ბურსაში რა გინდოდათ? არ ვიცი, ხალბატონო მაფერიდე მითხრა, ბურსაში უნდა წავიდეთო. ერთი სასტუმრო დამისახელა და მივედით. გონით მეუღლეს ნაერთად ჩავოდა ხოლმე. დაიჟინა 100 ნომერში უნდა დავრჩევ. მე რატომ არ შემატყობინე? მეგონა რომ ეს ამბავი იცოდით. რამდენი ხანია მან ხართ? დაახლოებით 1 საათია ბატონო ონურ. დედაჩემი ამდენ ხანს მან რას აკეთებს? არაფერს. რაც მოვიდით, მას შემდეგ ბატონი მუსინის საფლავთან დგას. საფლავი გავასუფთავეთ ბატონო ონურ. დედა თქვენი კარგად არ გამოიყურება. რას გულისხმობ? ჩაფიქრებულია. სასაფლაოს ასუფთავებს. ჩემს მოსვლამდე არსაც ახვიდეთ. თუ რამე მოხდება დამირეკე, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. ისმეთ ხალბატონო ფერიდე. სასაფლაოს ადმინისტრაციიდან ვინმე მოიყვანე. ბატონი მუხსინის საფლავი უყურადღებოდ არის მიტოვებული. ცოტას გავასუფთავებ. როგორც მიბრძანებთ. გამარჯობა. ბატონო ონურ. რამე მოხდა? დიდი ხნის საქმე გაქვთ? რატომ ეკითხები? დღეს ქორწინდები. ქორწინდები? აქამდე რატომ არ მითხარი? ცერემონიალი რომელსაცია? სამზე. ადამიანი ქორწილის დღეს როგორ უნდა მუშაობდეს, დღეს თავისუფალი ხარ. მადლობს ბატონო ონურ. თუ გნებავთ მიგიყვანთ და მერე წავალ. არ არის საჭირო. ბატონი რის უნდა წამოიყვანო, მანქანამ დათქავს? არა, ქორწინების სახლში ტაქსით წავალ. ასე როგორ შეიძლება ეს მანქანა წაიყვანე? მაგრამ ბატონო ონურ,
გისმენთ ბატონო ნონურ. 13 უთხარი ჩემი მეორე მანქანა გამოიყენოს. ახლავე. მანქანა კარგად მორთე. ჩემთვის ტკბილეული სამღება არ დაგავიწყდეს. კარგი ბატონო. მიდი წადი. რა მოხდა? რაღაც ხმა მომესმა. ვინ მოვიდა? არ ვიცი, აქ იყავი. ნილაი, მამა ჩემია. მამა შენი? ხომ თქვი სამსახურშია? რა ვიცი, დაბრუნდა. მოდი. დაიმალა. მამა? რა ხდება ასე დროს რატომ მოხვედი? ჩემი ერაღი მოვიტანე. შეხვედრაზე მივიდარ, დაცვა ერაღს არ შემატანინებს. ხო. ზემოთ ყვავილებია, ვისია? არა ვიცი, მე ვიყიდე. შენ იყიდე? ხო. სამზარეულოში ვინმეა? არა, მამა, რას ამბობ? მარტო ვარ, ფილმს უყურებ. ავერტი გაიწიე. არა, მამა, სამზარეულოში არავინაა. აქ რა ხდება? ეს ბიჭი ვინ არის? მე ჩემი მეგობარია, მამა, მეცადინეობდით. მეცადინეობდით, ნარახს ვამდით არა? მოდი აქ. მამა, მოდი აქ შეარა კაცო. მამა. მოდი აქ. ჯანდაბა. მამა, მართლა ჩემი მეგობარია, ცუც არაფერს არ ვაკეთებდით. ზიდან ჩამომეცალე, გაიწიე. მამა, უნდა მოხლა, მოდი აქ. მამა, მოდი აქ, უნდა მოხლა. იში ხომ არ ხარ? მამა, მანიაკი ხარ? გაჩერდი. ნუ გარბი ხარ. გაჩერდი მეთქი. გაჩერდი. გააჩერე. ნუ გარბი ხარ, არა კაცო, გაჩერდი. ერთი თვე გარეთ ვერ გახვალ. ოთახიდანაც არ გამოხვალ. მამა, არ გინდა. წამოდი. მერთო. ნახშირი რამალე გათავდა. ეს თვე აღარ გვეყოფა. ისევ უნდა ვიყიდოთ. ვიყიდე, დედა. ისევ იამანია. არ მობეზრდა. ჯანსელ, კარი გააღე. ზევგი ყოფილა. რამდენ ხანს მალოდინებ? ნამდვილი გიჟია, რა ამბავი ატეხა? გამიღე. მოვდივარ. მზად რატომ არ ხარ? რა ხდება? კი, მაგრამ რა ხდება? შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა? მინდი ჩქარა ჩაიცვი, ხელის მოწერაზე მივდივართ. რა ხელის მოწერაზე? ნუ სულელობ, არსად არ მოვდივარ. ჯანსელ, წამოდი. არა. წამოდი, გაიმზადე. არა, მეთქი არ გესმის? წამოდი, ბევრს ვილაპარაკობ. მიდი. სევგი, წამოსვლას არ ვაპირებ. მიდი და იდახურია შენს გაემზადე. მიდი. დროზე. კარგი, არ წახვიდე. ბედნიერების შანსი ხელიდან უნდა გაუშვა. ყოველ დღე გეძლევა ასეთი შესაძლებლობა. სევგი, გთხოვ. გინდა იმ ადამიანს დაუნგრიო ოცნებები, რომელსაც ძალიან უყვარხარ და რომელიც მზად არის შენ გამო ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს. ეს გინდა? ასე ძალიან ვინმე სყვარები ხარ? 20 წელი ვინ დაგლოდებია? შენ გამო ვინმე საკუთარ ოჯახზე უარი უთქვამს? იამანის სიყვარულს ასე პასუხობ? რატომ არ გესმის? არ მინდა რომ იამანი უბედური იყოს. უარს თუ ეტყვის, სწორედ მაშინ იქნება უბედური. რატომ არ გესმის?
ასე ძალიან რატომ გაშავდა? ხშირად არასუფთავებთ ხოლმე? ვასუფთავებთ ხალბატონო, მაგრამ ცუდი ამინდებია. ქვა ხომ არ გამოვცვალოთ? მაგრამ ხალბატონო ფერიდე, ეს ძალიან კარგი ხარისხის მარმარილოა. ასეთ სახლად ძნელად თუ იშოვით. წარწერა მაინც უნდა განვაახლოთ. ეგ შეიძლება. დრო რომ გადის, ფერს კარგავს. დედა, აქ რას აკეთებ? შველო, მამა შენთან მოვედი. კარგად მოქცეულ ხარ. დიდი ხანია არ ყოფილ ვარ. ამიერიდან უფრო ხშირად მოვალ ხოლმე. დედა, ჩემო საყვარელო. საფლავის წარწერა უნდა განვაახლებინოთ, ონურ. კარგი განვაახლებინოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობთ ბატონო ონურ. დღეს ბატონ ჰუსენის ნამდვილად ბედნიერი დღე აქვს. მეუღლა და შვილები საფლავზე მოვიდნენ. სამასი აქვს სიჩქარე. არ არსებობს. მოდი ნახე, მართალი ყოფილა, ხო? ეს რა არის? რა ხდება? საკურწილო მანქანა უფროსმა მითხრა მიწადიო. ლამაზია? ძალიან ლამაზია. მილგონ, გამარჯობა ჯანსელ. რძალი ხომ არ უნდა მეთქვა? ძალიან ლამაზი ხარ. კარგი რას ამბობ? ყოველთვის ლამაზი იყავი, ჩემს ძმას ტყუილად კი არ უყვარხარ. ბედნიერებას გისურვებთ. გმადლობ. მოდი ჩასხედით ჯანსელ წინ დაჯექი. დეიდა ჰურია მოდით. სევგით აიგულს დამიჭერ? მიდია ამან გზა მორთეთ რომ იცადე. კოჩა. პული გინდათ? გამომართვით? აი ეს. გმადლობ იდია ამან. შენ უკვე მოგეცი. აი შენს. გმადლობ. საკმარისია. გმადლობ. მერთო. აი მანქანაც ასეთი უნდა. ქალბატონ შეჰრაზად სწორედ ეს მოუხდებოდა. მანქანა გიყიდია შეჰრაზად. გილოცავთ. გმადლობ განი. პროექტში აღებული მთელი ფული მაგას შეიწირა. გილოცავთ. მართლა კარგი მანქანაა. გმადლობ ძირფასო. უნივერსიტეტში რა ხდება სწავლა ხომ არ გეზარება? ისე რა ცოტა. გასაგებია, არ მითხრა რომ ყველა ფორმულაზე პირად იცი. არა, ჯერ ვერ მოვახერხე. არ მესმის საერთოდ რისთვის სჭირდებათ ინჟინრებს ეს ფორმულები. გეთანხმები. მიხრიბან. შაჰრაზად, ძალიან მომენატრე საყვარელო. მეც ძალიან მომენატრე. რა მოხდა შენი ძმა იპოვე? მიხრიბან, რა მოხდა? მოძმეებმაც მოაზარონ ხელი. კარგი. ახალ დაგროცინებულებს რჩევებს ვაძლევთ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ დიდი ხანია ოჯახში შექმნით. კარგია რომ ბავშვის დაბადებამდე ოფიციალურად დაგროცინდით. ქორწინების მოწმობას ველოდებით. რა თქმა უნდა, მოწმობას ოჯახის მთავარ წევრს გადავცემ. ინებეთ ქალბატონო. გილოცავთ. 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 ბედნიერებას გისურვებ. გმადლობ. ძვირფასო. ქალბატონო შეჰრაზად, ამას დავაბეჭდინებ და მალე მოვალ. კარგი განი. შენ ძმას რამდენი აქვს ვალი? ბევრი. ძალიან ბევრი. მიხრიბან, რამდენი? არ მეტყვი? $10,000. ძალიან ბევრია. მართალია, მაგრამ არც იმდენი რომ ვერ გადავიხადოთ. ახლავე დავრეკავ ბანკში, სანამ დაიკეტება წავალ და გამოვიტან.
არა, მიხრიბან გთხოვ. კან სიცოცხლეა ჩუქე. შვილი გადამირჩინე. მე კი შენთვის რა გავაკეთე? არაფერი. მე კანს. მიხრიბან, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა გვერდით დამიდექი, რაც არ უნდა გავაკეთო შენს ვალს ვერ გადავიხდი. გთხოვ. ალბათ გაიგებდით რაც შეგვემთხვა. იასემინის ოფისზე თავდასხმას გულისხმობ. მაშინ ბატონი ონურიც იქ იყო. გავიგე, ძალიან ზოხარ ბატონო ქერემ. ჩვენი მეგობრები, რომლებიც უსაფრთხოების სამინისტროში მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც გვინდა პირადად გამოვიძიოთ. მართალი ხართ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ეს მოვლენები დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება. რამდენიმე ეჭმიტანილი გვყავს. გასული წლის ნოემბერში აქ შეხვედრა გავმართეთ. ჩვენგან ბატონი ონური იღებდა მონაწილეობას. ზუსტად 14 ნოემბერს. ასე იყო. იმ დღეს ვინ მუშაობდა? სასტუმროში ვინ შევიდა, იქიდან ვინ გამოვიდა, ჩანაწერების ნახვა გვინდა. რა თქმა უნდა, მოთხოვნა დაწერეთ და ინფორმაციას მაშინვე გადმოგცემთ. ვერ გავიგე. პროკურორისგან ნებართვას რომ მივიღებთ, მერე გადმოგცემთ. რა თქმა უნდა, მართალი ხართ. მაგრამ პროკურორისგან ნებართვის მიღება დიდ დროს წაგვართმევს. თანაც საქმე არც ისე სერიოზულადაა. მე მხოლოდ იმის გაგება მინდა, იმ დღეს სასტუმროში ეჭმიტანილი პირები თუ იყვნენ. გასაგებია, მაგრამ სანამ ოფიციალური ნებართვა არ მექნება, ვერ დაგეხმარებით. კლიენტების პირადი ცხოვრება კონფიდენციალურია, ეს თქვენც იცით. მართალია. ეხ, მართალია. მაშინ პროკურორს დაველაპარაკები და ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. დღეს განკარგულებაში მიგულოთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. კადიმ. 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 სათხარ კადიმ. კადიმ ჯაჰანგიროვი ოთახში არ არის. არ იცით სად წავიდა? კადიმი აზერბაიჯანელი ბიჭი? დიახ. რამდენიმე საათის წინ წავიდა. არ უთქვამ სად. არა? ღმერთო, ახლა რა ვქნა? შენს მეგობარს ელაპარაკე, ველაპარაკე. მოაგვარებს, პირობა შეასრულებს. რა თქმა უნდა, ბატონო. როდის გინდათ? ამ საღამოს. გასაგებია. გავუმართვე. კიდევ რაბის ხომ არ დამავალებთ. არაკ მადლობ. დედა, ჩემს გარდერობაში ადგილი არ არის. არ ვიცი სად წავიღო. ასე არ გამოვა. აჯობებს სახლი ვიქირავ. სახლი? მგონი დარჩენა მართლა გინდა. თქვენს დასარწმუნებლად კიდევ რა უნდა გავაკეთო? გისმენთ ვინ გნებავთ? ბურაკ ინჯეოღლუ აქ ცხოვრობს? თქვენ მიბრძანდებით? ბატონი ბურაკის ნახვა მინდა. ერთი წუთით. ბატონო ბურაკ, ვიღაც კაცს თქვენი ნახვა სურს. ჩემი? დიახ. ვერ ვიჯერებ. ნუ თუ ეს ბავშვი მართლა გაიზარდა.
ისმენთ. ემილის ძმა ვარ. ისმენთ. აფეთქების შემდეგ ჩემი ძმა უმუშევარი დარჩა. ვუთხარი ბაქოში დაბრუნდი მეთქი, მაგრამ არ დამეჯერა. აქ მაინც ჩამოსულიყო რამეს გამოუნახავდით. არ უნდათ ერთად დამწავლოდა. კარგი, მე რა მოხდა? იმ ვიღაც იგორის ბანდაში როგორ აღმოჩნდა? როგორ დაიძულებით? იმ კაცმა მოატყუა. მაინც რა ჩაიდინა მიხრებან. იგორ შენი ძმისგან რა უნდა? ეს ჩვეულებრივი ისტორიაა შაჰრაზად. მე გეტყვი რაც მოხდებოდა. კადიმა იგორისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი მიითვისა და შარში აღმოჩნდა. ასე არ არის, კალბატონო მიჰრიბან? რამდენი მოპარა იგორს? $10,000. დიდი ფულია. რა თქმა უნდა, ასე ილოდ არ შეეშვებიან. საცა იყო ეს ფული, დაუბრუნოს და თავს დაანებებენ. ქუჩაში ქურდმა მოპარა. ჩემი ძმა უდანაშაულოა. ყველას ენდობა. არ მგონია მთლად უდანაშაულო იყოს. როგორ მოვიქცეთ ბატონო ბურხან? საჭმელს ჭამს? არ ჭამს ბატონო ანურ. სუფრას როგორც ვშლი, ისე ვალაგებ. ღამეს წინავს? თავის ოთახშია, მაგრამ შუქს გვიანობამდე არ აკრობს. ზოგჯერ ბაღში გადის. ამამინში? დიახ, ზღვას უყურებს. დედა. მოდი შველა. დედა რა ხდება? ცუდად გამოიყურები. ის გაზეთი დავხიე. გახსოვს? ერთხელ მეც გამიბრაზდი. დავხიე და გადავყარე. მერე? მაგრამ ეს ვერ გავიმეტე. რატომ? ყოველთვის მამა შენს ვადანაშაულებდი. პირველად ეს რომ ვნახე, თავზარი დამეცა. ახლა ვფიქრობ, ჯობდა საკუთარი თავისთვის მეკითხა. მუსინი ასე რატომ მომექცა? არასოდეს მიკითხავს. დედა. ზოგჯერ შენს წემოდი, მაგრამ მამა უდანაშაულო არ იყო. ეს არ დაგავიწყდეს. მართალია შეცდი, მაგრამ ასე არ უნდა მოგქცეოდა. შენ არ მადანაშაულებ? არა, დედა. რატომ უნდა დაგადანაშაულო? ეს ორივეს ბრალი იყო. ამდენ ხანს რატომ ვინახავდი? დედა საყვარელო. ღმერთო, ნეტა ვის იყოს? უცხო ნომერია. უპასუხე მიხრებან. გისმენთ? დაიკო. მე ვარ, კადიმე. კადიმ, სად ხარ? ვერ გეტყვი. ძირთმას ვერ დაგელაპარაკები. მეცებენ. სად ხარ, მითხარი? წამოგიყვან. ფული ვიშოვე, ნოგეშინია. კარგი, დაიკო. უგვიანებით დაგირეკა. მოიცადე, არ გათიშო, სად ხარ? მითხარი. კიდევ დაგირეკა. გამითიშა. ვერ დამელაპარაკა. ნამდვილად მიაგნებენ. მოკლავენ. ნამშვიდი მიხრებან. როგორ დავმშვიდდე? ჩემს ძმას ეძებენ. ნუ ღელავთ, კალბატონო მიჰრიბან. ცოტაც დავიცადოთ.
აი, ჩვენი ვარსკვლავიც მოვიდა. გამარჯობა. წეულება დაწყებულა. გამარჯობა, ბატონი ქერემი სად არის? მოგვიანებით მოვა. ინებად. ამით დაიწყე. ბატონი ქერემი რომ მოვა შამპანურს ხმით. თუ არის მე მინერალურს დავლევ. მინერალურს? ეს ცოლობა შენ გამოგაიმართა ვენო. სხვას არაფერს დალევ? ასე ნუ გამოთამამებთ. შენ ეს დაიმსახურე. მიირთვით. ხურძნის ახია, სულ სხვა გემოაქვს. ახლა თავგამისწონსაც მოინდომებ. მეგონ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. მეც. გამიკვირდა ქორწილში რომ წამოხვედი. მშობლებმა იციან? არა. გასაგებია. ბავშვი ვის დაუტოვე? ჩემს დედამთილთან არის. თქვენები ძალიან გაბრაზებულები იქნებიან. ახლა ჩემს მშობლებზე ნუ ვილაპარაკებ, თორემ მადას დაკარგავ. ისინი არასდროს მემიღებენ. ჩემმა ძმამ შენ აგირჩია. საკმარისი არ არის? იამანს ბევრჯერ ვუთხარი ნილგონ. თავისი მომავალი ჩემთვის არ დაეკავშირებინა, მაგრამ არ მომისმინა. რატომ მოგისმენდა? წლებია უყვარხარ. იამან, შენი საფულე მომეცი? რატომ? გაინტერესებს რამდენი ფული მაქვს? ერთი წეთით მომეცი. გამომართვი? ღმერთმა ამ ბედნიერ დღესაც მომასწრო. ნახე, ეს შენ ხარ, ეს კი ჩემი ძმა. რაც გადაიღეთ, მას შემდეგ თან ატარებს. ეს როგორი სიყვარულია. მე რატომ არ ვიცოდი? ძალიან კარგია. მე მუსიკაც ყოფილიყო. ეგეც იქნება რა პრობლემაა? ნურეთინ, დიახ. რამე ესეთი დაუგარით ქორწილს რომ მოუხდება, მუსიკის გარეშე გვაქეიფებთ? გახსოვს როდის გადავიღეთ? ბურთით ვთამაშობდით და შარვალი გაგიხა. ამბობდი სურათს არ გადავიღებო. მე დაგინახე რომ შენიღებდი და მეც მაშინვე მოვედი. გახსოვს? კიდევ ერთი ბავშვი იყო. სემი არა? ესეთი. იყურებდა და იმიტომ ვცემე. ერთ კოსმეტიკურ ფირმას შენთან თანამშრომლობა შეთავაზე. ნიხათ არ გინდა, ნუ დააძალებ. შენი ფოტოები ბილბორდებზე რომ გამოჩნდება, თავს აღარ დაგანებებენ, აი ნახავ. ბატონო ერდელ? გამარჯობა. სამშვიდობისა. თურქეთის ახალი სახის ბენუ ათამანის სახელზე წვეულებას გავმართავთ. იმედია მოგეტანებათ. ნიხათ ამ ხალხს აქ რა ესაქმება? რას ამბობ, ბენუ, ბატონი ერდელი დეგულია ბაზრის წარმომადგენელია, ამ რეკლამისთვის მან შეგარჩია. შვენიერია. ყველაფერი თავის ადგილასაა. დიდებულია. შვენიერი. კარგი ნუაზვიადებ ერდელ. სარკევ. მითხარი, ვინ არის ბენუ ათამანზე ლამაზე? ალბათონო ბენუ. რა მოხდა? ტიფქიაზე ზღაპარი არ გიყვარს? მე მივდივარ ნიხათ. არც მძინარემზე თუ ნახავზე? შეთანხმებას ვაუქმებ. ჩემი ფოტოებიდან ერთით რომ გამოიყენოთ სასამართლოში გიჩივლებთ. ერთი წუთით, ბენუ. ბედა? ზღაპრები არ ხვარებია. დამოგვიანდა. არ დაგაგვიანდა, წავიდეთ. რა მოხდა? წავიდეთ, გთხოვთ. ბენუ მითხარი რა მოხდა, რა გჭირს? მე რე აგიხსნი? ვინმე მგაწყენინა? ბენუ. კერემ, წავიდეთ, გთხოვ. ეს ქალი გიჟია, საწავიდა. ნუ ველავთ ალბათონო. ისაც უნდა გაეგო, იმან გაიგო. რეკლამას რა ბედი ეწევა ბატონო ერდელ. ფოტოები გვაქვს. ხო, მაგრამ გამოყენების უფლებას არ მოგცემს. მაგას ვინ ეკითხება? ბატონო ერდელ, ახლა რას აპირებთ? ფოტოები გადაიღე, საქმე უკვე გააკეთე. კარგად გამოგივიდა. საკმარისია, წავიდეთ. რატომ უნდა წავიდეთ? რამდენი ფული დავხარჯე? დავერთოთ მაინც. უთხარი სასმელი მოგვიტანონ.
ხელფირს დავიბან და მოვალ. კარგი. შველო, სად დაწვევით? ჩემს ოთახში. შენი საწოლი პატარაა. ვერც კი მოვასწარით მომზადება. დედა, ამაზე ნუ ფიქრობ. წადი დაიძინე. კარგი. ამას ახლა რატომ მეუბნები ბენო? რატომ? ქერემ გთხოვ დამშვიდი. იმ კაცმა იმის გამო რომ დაგვიპირისპირდეს, მახედა გიგო. გამოგიყენა, გესმის? შენ კი ამას ახლა მეუბნები. მაშინვე რომ მეთქვა უკეთესი იქნებოდა, უმიზეზოდ იჩხუბებდი. უმიზეზოდ ბენო? ეგ ნაძირალა ბინია ფსებრძვის. ჯერ ჟალე გამოიყენა, ონური შეარწყვინა, ახლა კი შენ. ესე იგი გჯერა რომ ბატონ ონორს ცილი დასწამეს. ახლა ამაზე არ საუბრობთ. ბატონ ონორზე რატომ ხარ ნაწყენი? მით უმეტეს თუ ერდალ ქარაიოლჯუმ ის ქალი გამოიყენა. რატომ? ბენო გაჩუმდი. რა მოხდება ქერემ? ბენო გთხოვ. თემას დაუბრუნდეთ. რატომ? ბატონ ონორსა და შენ შორის სხვა პრობლემაა. ჟალე არაფერ შუაშია. საქმე შაჰრაზადს ეხება. უნდა წავიდე. წავალ დავიძინებ ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ჩემი ოთახი იქ არის. ახლა ძალიან გვიანია. არ გინდა? არა, შენ გამოვამბობ. არ მინდა ძილი გაიტეხო. დავარია შენ გვერდით ვიყო. რა დროს ძილია? კარგი. თბილა ჩაიცი არ შეგწივდეს. 5 წუთში შენ სახლთან ვიქნები. გელოდები. მოძრაობს. შეიძლება შევეხო. რა თქმა უნდა. რა უნდა დაარქვა? არ ვიცი. შენ დაარქვი? მე. მისი მამა არ ხარ? მამა არ. ნოემბერი 2006 წელი, ბატონ ქერემ. შენ და მე უსასრულო სიყვარულის გამო თავგზა დავკარგე, მაგრამ შეიძლება გულს რამე უბრძანო. საერთოდ აღარ მემორჩილება. რისთვის ფეთქავს? იტანჯება. მის სახელს იმეორებს. მითხარი გულო. ეს ტკივილი როგორ გადავიტანო? როგორ გავუძლო ამ საშინელებას? გთხოვ, მითხარი. პასუხი გამეცი.
ონურ, შენ ქალი მოგეწონა და მან არაფრად ჩაგაგდო? ალბათ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. მედი მითხარი, ხო? მითხარი. ღამის საფასური გადავუხადე ხერემ. ნაღდი ფულით. ქალბატონი შაჰრაზადის შვილს გასულ თვეს ძვლის ტვინი გადაუნერგეს. არ იცოდით? ცხოვრებაში ერთხელ დაუშვი შეცდომა. ერთხელ გესმით? მაგრამ ამის მიზეზი რომ გითხრა, არა კაცი ვიქნები. ცუდად მიცნობთ. მის მიყვარს. ონური მიყვარს. შეჰრაზადი ყოფილა. ღმერთო. შეჰრაზადი ყოფილა. ონურ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. აქ რა გინდა? მომენატრე. უკვე დავითვალე 8 საათი ერთმანეთი არ გვინახავს. გიჟი ხარ. ჯერ არაფერი მიჭამია, ვიფიქრე რამეს ვიყიდი და შაჰრაზადთან ერთად ვისაუზმებ მეთქი. კარგად მოგიფიქრებია ძვირფასო. შემოდე. ჯერ შენ. იმის რა ქვია? არ არის? განი, უნივერსიტეტშია. სამშენებლოზე სწავლობს. ძალიან მოსწონს ხარ. გამომართე. შენ რადგან უკვე ისაუზმე? არა, არ მისაუზმია. მიხრიბანმა მოამზადა, მაგრამ მომართლა, მიხრიბანი როგორ არის? ძალიან ცუდად. მთელი ღამე ძმის ზარს ელოდებოდა. მისგან არაფერი ისმის? არა, დილით ადრე ავდექი 5 საათი იქნებოდა. ისევ პანჯარასთან იჯდა. საწყალი ხალი. სამსახურში არ დადის? არა, ისე ცუდად გამოიყურებოდა, ვერც დავაძალე. საუზმეს მომამზადებ. შაჰრაზად, მგონი განი ოფისი ტყუილად დადის. ყველაფრის კეთება შენ გიძებს. განი ძირითადად უნივერსიტეტშია, ვინმე რომ აგვეყვანა, კარგი იქნებოდა. წავალ ჩაის მოვიტან. მობილური გამართულია ან აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან. მიხრიბან რატომ ტერე? არ ტერე ძვირფასო. გაიქეცე ხელები დაიბანე და ისაუზმე. იცოდე სკოლაში დაგვაგვიანდება. არ შეიძლება რომ სკოლაში არ წავიდე. სკოლის გაცდენა როგორ შეიძლება? რომ გავაცდინე რა მოხდება? ქვეყანა დაიქცევა? გემრიელია. იამან მომირჩია. პატარა საცხობია, მაგრამ ძალიან გემრიელი ფუნთუშები აქვთ. რა მოხდა, რატომ იცინე? ჩვენზე მეცინება. როცა აქ მოვდიოდი, ყოველთვის ვჩხუბობდით. პირველი შემთხვევაა, რომ არ ვჩხუბობთ. რა მოხდა ძვირფასო? იმიტომ არ მითქავს, რომ მოგეწყინა.
წარსული თბილად უნდა გავიხსენოთ. ვიცი ანურ. ბატონი ქერემი გამახსენდა. იმ ქალის ვინაობის გარკვევას ცდილობს. კიდევ მაგაზე ფიქრობ, დაივიწყე. ტყუილად ხელა, ვერაფერს გაარკვევს. ანურ ძალიან მეშინია, სიმართლე რომ გაიგოს. ვერ გაიგებს. ვერ გავუძლებ. მისგან პატარა გადაკრულ სიტყვასაც ვერ გავუძლებ. ქერემა შენს დასამცირებლად ერთი სიტყვას რომ თქვას, გავანადგურებ შაჰრაზად. არც ჰოლდინგი, არც მეგობრობა, არც ოჯახი მაინტერესებს. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მეყვარხარ. შენც ვერ წარმოიდგენ მე როგორ მიყვარხარ. კვერცხი გაგიფწკნა? მე თვითონ კადიმ გისმენ? დიახ, მე ვარ. დილით დედამ დამირეკა. ვახშამზე გველოდება. დავიდეთ? რა თქმა უნდა, როგორ არის? არც ისე კარგად. გუშინ ბურსაში მარტო წასულა. ბურსაში რატომ? დაფლობის თვე გაატარა. იმ სასტუმროში მისულა. და მას ხშირად იგონებს. რა არის ამაში ცუდი? ასე ნუ აბა. იმ დღეს სასაფლაოდან ძლივს ამოვიყვანე, მძღოლმა დამირეკა. მითხრა 1 საათია მამა თქვენი საფლავთან ზის და როგორ მოვიქცეო? დეპრესია აქვს? ისედაც დეპრესიულია. მეშინია უფრო ცუდად არ გახდეს. საღამოს აუცილებლად წავიდეთ, კარგი? გისმენ მიხრიბან? რა? დაიკო. დაიკო, 9 საათი ხდება. თავი დამანებე მელეკ. სამსახურში დაგაგვიანდება. სამსახურში არ მივდივარ. დღეიდან აღარ ვმუშაობ. რატომ რა მოხდა? დაიკო, რა მოხდა? რატომ არ მიდიხარ? მელეკ, კანს ცოტა ხანს მიხედავ. რა თქმა უნდა მივხედავთ, აბა რა? რა მოხდა მიხრიბან? მოგვიანებით აგიხსნით. დროებით. მიხრიბან. ვიღაცამ დაურეკა და მიხრიბანს. მერე იტირა. რამე ცუდი მოხდა მელეკ? დამშვიდი, ცუდი რა უნდა მომხდარიყო, კან? ბენო, მე თქვენთან მოვედი. ძალიან კარგი, მიხარია. მიდი, ჩემს ოთახში შედი, ლოგინში შეძვერი და მეც ახლა ვემოვალ. მიდი. იამანი მოვიდა. წავიდეთ. კარგი. საბრალო ქალი დაიტანჯა. დალია. ახლა მოვადუღე. ჯერ კიდევ ცხელია. მადლობ. გაგაღვიძე. არა უშავს. რა მოხდა? ასე ადრე რატომ დამირეკა? ერთ შენზე ახლობელი ვიმყავს. შენ გარდა ვის ესმის ჩემი? როგორც ჩანს, საქმე რთულადაა. მორთულადაა. ძალიან რთულად. რა მოხდა? რაღაც მაკლია. კარგი რა. მომბეზრდა სულ ერთსა და იმავეზე ლაპარაკი. კარგი რა, მორჩი. ყვილი ამერთ. ჩემი სიყვარული არავის სჭირდება. ჩემი არავის ესმის. დენს ხომ უყვარხარ? ახლა დენუსაც აღარ უყვარვარ. რა მოხდა?
როგორც იქნა მიგატოვა? ახლა კი ტირილის მიზეზი მართლა გაქვს. ღირსი ხარ? ღირსი ვარ. კერემ. ძალიან მეწყინა შეხრაზად. გასაგებია. კარგი, კანზე არის დარდო. ნახვამდის. ახლა როგორ მოვიქცეთ? ბებია მისი მოვა და წაიყვანს. ბავშვი უნდა მომამზადო. მე ჩავაცმავ. არ გინდა შენ საქმეს მიხედე. სამსახურში დაგაგვიანდება? არა. სამსახურში არ მივდივარ მეთქი, ვერ გაიგე? ნუ ყვირი. რა მოხდა დაიკო? მითხარი. ბატონო კან, აბა თუ გამოიცნობ სად მიდიხარ? სად? ბებიასთან? როდის? როგორც კი ჩაკლაპავ მაშინვე. მაჩვენე ხიპი სად გაქვს მაჩვენე? გაჭირდი ბენუ. მართალი იყავი დედა. მართალი იყავი. რაზე ამბობ შვილო, რას გულისხმობ? შეჰრაზადს ონური უყვარს. მაგას აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი კერემ. არ მჯეროდა დედა. მასა და ონურს შორის ვერავინ ვერ ჩადგება. ვერც მე და ვერც სხვა. ისე ძლიერად არიან დაკავშირებული, ვერც კი წარმოიდგენ. ძალიან ძლიერად. კერემ. გუშინ ბევრი დალია. არა დედა, საერთოდ არ დამილევია. წუხელ თვალიც არ მომიხუჭავს. კი, მაგრამ რა მოხდა? ასეთი დათრგუნული რატომ ხარ? რა ხდება? გამოვხიზლდი დედა. სიზმრიდან გამოვხიზლდი. კერემ სად მიდიხარ შვილო? ნუ წახვალ. ახლა ბურაკიც გაიღვიძებს თუ ის აუზმოდ. კერემ. დედა რა ხდება? არაფერი. კერემი იყო და წავიდა. კარგად გეძინა? დილომშვიდობისა. ერთი ცალი თუ შეიძლება. ახლავე. ხურდა არ გაქვთ? გაიტოვეთ. მადლობთ. გუშინ რომ ბიჭი მოვიდა ვინ იყო? დედა, სადმე მიდიხარ? ხო. ფერიდესთან. დედა ფერიდე კარგად გამოიყურება. საერთოდ არ ბერდება. თავს კარგად უვლის. ბურაკ არ მპასუხობ? ის ბიჭი ვინ იყო? ისეთი არავინ დედა. ჩემი მეგობრის ძმა. რატომ მოვიდა, რა უნდოდა? რა ენდომებოდა? სამსახური. ამ ხელა ჰოლდინგი გვაქვს. სამსახური? ეს უკვე მეტია ბურაკ. შვილო, ფრთხილად იყავი. შეცდომა არ დაუშვა. ის ბიჭი არ მომეწონა. ამდენი არ უნდა გაებედა ყველას ნოენდობი გისმის? ამერიკაში არ ხარ. კარგი დედა, არ ინერვიულო. ყველაფერს მოვაგვარებ. ჰოლდინგში მიდიხარ? არა. ჯერ მეგობარს ვნახავ. სახლზე უნდა დაველაპარაკო. სახლზე? ო, ხომ გითხარი უნდა ვიქირავო მეთქი? ბატონო ბურხან. გამარჯობა შვილო. გამარჯობა. ძალიან ზოხარ. მეც. მიხრიბანი მოვიდა. მოვიდა, ახლა შიგნითაა. ნამდვილად მისი ძმა? პასპორტი თან ქონია ბატონო. უკვე დადასტურებულია. საწყალე მიხრიბანი. მაპატიეთ ბატონო ბურხან, საქმეს მოგწყვეტეთ. რა საქმე შვილო? აქვე ვიყავი.
რომ გარბოდა ზურგში ესროლეს. 4 ტყვია მოხვედრია. საავადმყოფოში გადმოყვანისას გზაში გარდაცვლილა. ეს სად მოხდა? თარლაბაშის ერთ-ერთ ქუჩაზე. საწოდავი. ბოროტ მოქმედებს თუ გაურბოდა თარლაბაში რა მიიყვანა, იქ ხომ მათი ადგილია. სტამბოლის საიდანაც ვდინებოდა ბატონო ბურხან. ო, ეგეც მართალია. ბატონ მელიხს კარგი სახლი აქვს. ჯერ ის ვნახოთ. თუ ასეთი კარგია თვითონ რატომ არ ცხოვრობენ? ამერიკაში წავიდნენ ქალიშვილთან. ძალიან კარგი სახლია. ავეჯით ქირავდება. მოდი ვიქირავთ. თან ახლოს იქნები. არა დედა, აქ არ მინდა. რატომ? არ მინდა და რა ვქნა? კი, მაგრამ ბურაკ. კარგი დედა, უნდა წავიდე დროებით. ნახვამდის. მერტმა გამძლეობა მოგცეთ. კადიმ. და სამწუხაროდ ვეღარაფერ შესვლით, მაგრამ ნუტირით. ცოტა ხანს კიდევ დამაცადეთ, გთხოვთ. კარგი. კადიმ. ეს ამბავი რომ გავიგე სერგეის დაუკავშირდი, მოუყევი რაც მოხდა რომ ბიჭის გადარჩენა ვერ შევძელით. მითხრა ვერ გადაარჩენდით და უნომელი ხალხია თავს ნუ დანაშაულებთო. რატომ ბატონო ბურხან, ფულის დაბრუნებას ხომ ვაპირებდით? ამას მნიშვნელობა აღარ აქვს შაჰრაზად. ისინი არავის არ აპატიებენ შეცდომას. დაუნდობელი ხალხია შვილო. ვინც შეცდომას დაუშვებს, სასტიკად უსწორდებიან. სხვებისთვის რომ მაგალითი იყოს და მსგავსი რამის ჩადენა ვეღარ გაბედონ. მიხრიბან, შაჰრაზად. ვიზიარებ შენ სწოხარებას. შაჰრაზად, ძმა აღარ მყავს. კარგი დამშვიდე. შენ გვერდით ვარ პირფასო. კარგი. დილამშვიდობისა ბატონო ქერემ. ბატონი ონური კაბინეტშია. ჯერ არ მოსულა. რომ მოვა შემატყობინეთ. კარგი. შენ რატომ არ იცვამ? სამსახურში არ მიდიხარ? არა, არ მივდივარ კან. მაშინ შენს ბებიასთან წამოდე. ბებიასთან მებატიჟები საყვარელა. რა ერქვა? კადიმი. კადიმ ჯაჰანგიროვი. ეს მისი დასაცმელია. მოგვეცეთ წავიღებთ. გავხსნი, უნდა ვნახო. არ არის საჭირო მიხრიბან, არ გახსნა. კადიმ. სამიკო. დამშვიდი გთხოვ. შენც მიწას უნდა მიგაბარო. შენც სამიკო. საკმარისი არ იყო რაც დამემართა. დედა, მამა, ქმარი, შვილი. ახლა შენც კადიმ. შენ გარდა აღარავინ მყავს შაჰრაზად. დამშვიდი მიხრიბან, გთხოვ. მოდი დაჯექი. მოდი. დაჯექი. ძმაო. მიცვალებულს დღეს გაგვატანენ? გარდაცვალების საბუთი მიზად არის? აუტოპსია გაკეთდა? სიკვდილის მიზეზი ცნობილია, მაგრამ მაინც უნდა გაკვეთონ. მე დავმიხრიბანის ადმოინდომებს ძმის დასაფლავებას. ალბათ ბაქოში. ალბათ. უნდა დავეხმაროთ. საბრალო ქალი მარტო ვერ მოაგვარებს ამ ამბავს, რა თქმა უნდა. მიცვალებულის ბაქოში გადასვენების საკითხს მე მივხედავ ბატონო ბურჰან, ამაზე ნუღელავთ. კარგი ბატონო ნურ, ვილაპარაკოთ.
თუ დრო გაქვთ, თაშანში წავიდეთ, პროცედურებს რამდენიმე საათი დასჭირდება. კარგი, წავიდეთ. დილამშვიდობისა მელეკ. დილამშვიდობისა. ვინო სახლშია? სახლშია. სამსახურში გვიან მოვა? არ ვიცი ბატონო ქერემ. ცუდად გრძნობდა თავს. ავად გახდა? არ ვიცი. ასე თქვა დღეს სამსახურში ვერ წავალო. კარგი, გმადლობ. არაფერს. ძმის დაკრძალა სადაპირებს შვილო. ბაქოში. თავის სამშობლოში. ო, რა თქმა უნდა. მინდა ჩემი ხელით მივაბარო მიწას. მე და ბატონმა ონურმა უკვე ვილაპარაკეთ, ყველაფერს გავაკეთებ. დღეს პირველივე რეისით გაგიშვებთ ბაქოში, მიცვალებულიც ხვალ უკვე იქნება. ბაქოში მეგობრები გყავს. დაუკავშირდით. აეროპორტში დაგვხვდებიან. ყველაფერს თვითონ მიხედავენ, შენ არაფერზე არ შეგაწუხებენ შვილო. გმადლობთ. დიდი მადლობა. დროა, წავიდეთ. ბევრი საქმე გვაქვს. ქალბატონ მიჰრიბანს მე წავიყვან აეროპორტში. თქვენ კი თქვენ საქმეს მიხედეთ. კარგი. ბატონი ონური მოვიდა თქვენ თხოვეთ შემეტყობინებინა. მადლობ. ახლა მორგშია სასამართლო ექსპერტიზას ატარებენ. ბაქოში უნდა გადავასვენოთ. დამკრძალო ბიუროს დაუკავშირდით. ფორმალურ საკითხებს ისინი მოაგვარებენ. გთხოვთ თქვენს ყურადღება მიაქციეთ. არა, გამოფრენის თარიღი ჯერ უცნობია. მადლობთ, ყველაფერი შემატყობინეთ. ონურ უნდა დაგელაპარაკო. რაზე? რაზე? ამაზე ხომ არა? ეს როგორ გააკეთე ქერემ? ეს რა ჩაიდინე? ასე როგორ დაეცი რომ შაჰრაზადთან მიხვედი და ეს მიუტანე? ონურ გეყოფა. ჩემი თავის მრცხვენია რომ ამდენი წელი მეგობრები ვიყავით. ონურ საკმარისია. მთელი ქვეყანა რომ გადააბრუნო, მაინც ვერაფერს გახდები. შაჰრაზადის გულში შენი ადგილი არ არის, აღიარე ეს ბოლოს და ბოლოს, აღიარე. ო, ასეა. ვაღიარებ. ვაღიარებ რომ ნაძირალა ვარ, გესმის? ყველაზე უნამუსო და უსინდისო კაცი ვარ დედამიწაზე. გარეწარი. იმდენად თავხედი ვარ, რომ ახლაც კი მგონია მაპატიებ. მაპატიებ რომ შენი საყვარელი ქალი თავდავიწყებით შემიყვარდა. ნაძირალა ვარ, მეგონა რომ სიყვარულის მოსაპოვებლად. ყველა გზა მისაღები იყო, მაგრამ მივხვდი შაჰრაზადის გულში შენ გარდა სხვა კაცის ადგილი არ არის. ეს როგორ მოხდა? სიზმარი ნახე? თუ ხელ ისეთი რამ მოხდა. რამაც თვალე ამიხილა. ბენუმ რეკლამაზე უარი თქვა. ისევ? საბოლოოდ დავრწმუნდი. რომ ჟალე ელდერ კარაიულ ჯულს მითითებით მოქმედებდა. რაც მოხდა შენი ბრალი არ არის. მივხვდი. ამას მივხვდი. მაგრამ ასე ადვილია ყველაფერი. ონურ გთხოვ. შენი აზრით ასე მარტივადაა საქმე ქერემ? შვიდად მომისმინა. მინდა ბოლომდე გითხრა საქმე. ჩემს ცხოვრებაში ურთიერთობის სანაცვლოდ ქალისთვის ფული არ შემითავაზებია. ქალები ჩემთანაც ისევე მოდიოდნენ, როგორც შენთან, თავისი სურვილით. მაგრამ შენ თვითონ აღიარე რომ ასე მოხდა. ეს რატომ გააკეთე? რისთვის ონურ? სიმართლე გითხრა არ ვიცი და არც მაინტერესებს. იმასაც მივხვდი რომ მომხდარის გაზვიადება არ ღირდა. ჩემთან შედარებით შენ ყოველთვის პირდაპირ მითხარები ის თქმა გინდა ქერემ. ჩემი დანაშაული ის კი არ არის რომ შაჰრაზადი შემიყვარდა.
არა, მე იმიტომ ვარ არაკაცი, რომ საიდუმლო რომელიც გამანდა, შენ წინააღმდეგ გამოვიყენე. მინდოდა შეჰრაზადი ჩამომეშორებინა შენთვის. მეგონა მის დარწმუნებას თუ შევძლებდი, აღარ ეყვარებოდი. მაგრამ შეჰრაზადმა შენ დაგიჯერა. და არა მე. არ გთხოვ რომ მაპატიო, მე ხომ ჩვენს მეგობრობას ვუღალატე. შენს ადგილას რომ ვიყო არც მე არ გაპატიებდი ონურ. მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდე. შეჰრაზადის სიყვარულის გამო უახლოესი მეგობარი დავკარგე. გასაგებია ონურ. შენ დაკარგე. ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია. ვაღიარებამ სასჯელს ნამდვილად ვიმსახურებ. ბენუს რამე პრობლემა აქვს? ისეთი არაფერი. ბენუს გამოყენება უნდოდათ. მაგრამ თავარი ეგ არ არის ონურ. იმკაც ჩვენთან აქვს საქმე. ერთალმა ბრძოლა გამოგვიცხადა, ასე რომ როცა მოიწლი დავსხდეთ და მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ. ამაღამ თქვენთან უნდა დარჩებებია? დედა გვიან მოვა და წამოგიყვანს. მინდოდა ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავი, მაგრამ არ გინდა ჩვენთან წამოსვლა? მინდა. როგორ უყვარხარ ბებიეს? ბორჯომ მთხოვა კანი აუცილებლად წამოიყვანე სინთეზატორზე დაკვრა უნდა ვასწავლო. სინთეზატორზე? ხო. მზად ხარ შვილო? კი. კარგი. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, არ მოგერიდოს. დედა, ბორჯომ სინთეზატორზე დაკვრა უნდა მასწავლოს. კარგი შვილო. ბები არ გააბრაზო კარგი? არასოდეს არ მაბრაზებს. მიხრიბან გთხოვ დამშვით. ძალა მოიკრიბე. რაც საჭირო იყო ყველაფერი ჩავინიშნე. წავიდეთ ხალბატონო მიხრიბან. თვითფრინავზე არ დაგვაგვიენდეს. კარგად იყავით. ვიზიარებ შენს მწუხარებას მიხრიბან. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს. გმადლობ ბენო, დიდი მადლობა. მოდი შვილო. მიხრიბან როგორც კი ჩახალ შემატყობინე, კარგი? კარგი დაგირეკავ. მე წავალ. ბენო, რა დაგემართეთ, ცუდად გამოიყურები. არაფერია შეჰრაზად. ბენო, ნამდვილად რაღაც მოხდა. არაფერია, მართლა. ნახვამდის. გამარჯობა. გონი დამაგვიანდა. არა უშავს. ისმეთი ქვია რა? ხო. წუხელ არ მეცალა. ვერ დაგელაპარაკე. მაპატია. ემელი როგორ არის? დაპატიმრებულია. თქვენი იმედი გვაქვს. ხოლო თქვენ შეგიძლიათ რომ ჩემი და გადაარჩინოთ. ესე იგი გამოუვალ მდგომარეობაშია რა? შანსი არსებობს. იმ ღამეს თქვენთან ერთად ყოფილა. თუ ამას დაადასტურებთ, გამოუშვებენ. ეს როგორ უნდა ვთქვა? იმ ღამეს მე და ემილი ერთად არ ყოფილვართ. როგორ? ჩემმა და ტელეფონითაც უთხარ იმის ადვოკატს. ემელმა ეს თავის გადასარჩენად თქვა. მაგრამ ემელმა დაიფიცა, რომ თქვენთან ერთად იყო. ღამის 12 საათზე მიხვედით სახლში. საჭმელი შეუკვეთეთ. ღამე თქვენთან დარჩა. დილით კი ნეტავაზე ყოფილიყო ბატონო ისმეთ. ნეტავ. დამიჯერეთ სიამოვნებით გავემგზავრებოდი ამერიკაში. ჩვენებას მივცემდი ნიუ-იორკის პოლიციას. მაგრამ ერთად არ ყოფილვართ. ბატონო ბურაკ, ჩემი დის გადარჩენაზე ალაპარაკე. ჩვენებას თუ არ მისცემთ, დაიღუპება. მესმის, მაგრამ მე რა შემიძლია? გამარჯობა შეჰრაზად. მოხვედით რომ ისევ გონება მომიწამლოთ? არ არის საკმარისი რაც ჩაიდინეთ ბატონო ქერემ. ძალიან გთხოვ.
ამჯერად ონურის ქალების სია ხომ არ მომიტანეთ? ონურს ასეთი სია არ აქვს შეჰრაზად. არც არასდროს გქონია. შეგიძლია მშვიდად იყო. გთხოვთ წადით აქედან. თქვენი დანახვა არ მინდა. შეჰრაზად, ოდიშის მოსახდელად მოვედი. ბოდიშის მოსახდელად? მივხვდი რომ შენ და ონურ ძალიან ცუდად მოგეკეცით. შექმნილი სიტუაცია ონურის საწინააღმდეგოდ გამოვიყენე. უახლოეს მეგობარს გული ძალიან ვადგინა. საინტერესოა რა მოხდა რომ ამას მიხვდით. საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდეთ. თუხელ რაღაც მოხდა. იმ ნაძირალა ერდალმა ბენუსმა ხედაუგო. რა? ნუ ვეშინი, არც ისე ცუდად საქმე. ამას ადვილად მოვაგვარებთ. რა მოხდა? ბენუ ძალიან შეწუხებულია, მაგრამ სანერვიულო არაფერია. დეტალებს მერე გაიგებ. თავი ისაა, რომ ერთ რამეს მივხვდი შეჰრაზად. რაც ონურს დაემართა. შეიძლებოდა მეც დამმართნოდა. ბენუ როგორ არის? რა შეემთხვა? არა, ახლა ნუ დაურეკავ, გთხოვ. წუხელ სხვა რამეც მოხდა. ბენუ მიხვდა. მიხვდა რომ შენ მიყვარხარ. ეს ადრეც იცოდა. მაგრამ გუშინ თვითონ მითხრა. მოგძანდით. ნიმეთ. გამომართვი შველა. რა კარგია, ქანი გვესტუმრა. როგორ ხარ პატარა? ბურჯუ და ბოქეთი სად არიან? სკოლაში არიან და მალე მოვლენ. დედა, გამარჯობა. ქან, გამარჯობა. მოდი ბიცოლასთან. მოდი. ბაბო. ნუ გეშინია, მიდი, ბიცოლაფესონი არ გაგიბრასდება. მხოლოდ უნდა გაკოცა. ნემეთ, წვნიანი მოამზადე. დიახ, ქანს ვაჭამოთ. მოდი შვილო. მიდი, გაიქეცით. ევლია უღლოების უფლისწული მშიერი არ დარჩეს. გისმენ ქერემ. ბენუ, გემუდარები დამელაპარაკე. ქერემ, გთხოვ, თავი დამანებე. უნდა ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ქერემ? ერთსა და იმავეზე? მე და შენ არასდროს არ გვილაპარაკია ამაზე. გთხოვ, მოდი ჩემთან და უკანასკნელად მომისმინა. არა, ქერემ, ვერ მოვალ. არ მინდა ისევ განშორებაზე ლაპარაკი. ალო? მადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან ლამაზი ხარ. დაღამო მშვიდობისა. გამარჯობა. შვილა? დედა. შემოძირფასა, როგორ ხარ? ეს თქვენ. საჰრაზად რა ლამაზი ყვავილებია. ონურ მოგითხრა რომ ყვითელი ვარდები მიყვარს. გმადლობ. მადლობთ. ქანი? ქანი ბებიასთან დავტოვეთ. მართლა? მოგძანდით, აქ რატომ დგახართ? მადლობ რომ მოხვედე. ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ. გაბრაზებული არ ვარ, ქერემ. გულნატკენი ვარ. ეს სულ სხვა რამეა. მართალი ხარ.
ეტავ მარტო გაბრაზებული იყო. გაბრაზება გაივლის, მაგრამ გატეხილ გულს. მართალია, გული ვერ გამთავრდება. მივხვდი. მივხვდი, რომ წლების მომატებით კი არ იზრდება ადამიანი. არამედ გამოცდილების მიხედვით. რომ გავიზარდოთ ამისთვის გამოცდილებაა საჭირო. ხო. თუ ასე ამი 100 წელს ყოფილ ვარ, იმდენი რამე გადამხდა თავს. დავიდანვე იცოდი, რომ მე შეჰრაზადე ვერ წარმოიდგენ როგორ ნანობ, რომ გული გადგინე. ეს შენი ხასიათია, ქერემ. ჯერ აკეთებ და მერე ნანობ. შემდეგ ისევ აკეთებ და ისევ ნანობ. თუ გახსოვს, რამდენჯერ მომიხადე ბოდიში. თუმცა ეს ჩემი ბრალიცაა. ყოველთვის გაპატიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი შაჰრაზადი გიყვარდა. რა ვქნა, სოსტი ვარ. თავს ვერ ვერავი. თუნდაც ახლა. ბენო. მაპატიე. მეგონა კანსაც მოიყვანდით. ნაზიის განსხვავებული კერძი მოვამზადებინე მისთვის. როგორ შეწუხებულ ხართ? გადავწყვიტე ამ სახამოს ქანებებიასთან დამეტოვებინა. მესმის. რა თქმა უნდა. ალბათ ახლა ურთიერთობა აქვთ ბავშვთან. ძალიან უყვართ ერთმანეთი. იქ თავის ბიძაშვილებთან ერთად თამაშობს. მეც მინდა რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს კაანთან, შაჰრაზად. მაგრამ თითქმის ვერ ვნახულობ. დედა, წინ მთელი ცხოვრება გვაქვს. ძალიან ბევრჯერ ნახავ კანს ნოველა. არ ვიცი, ონურ. შეიძლება კანს არც ვუყვარვარ. ვერც გავამტყუნებ უცხო ადამიანი რატომ უნდა უყვარდეს. რას ამბობ, კანი გესტუმრება დედა. ახლოს გაგიცნობს და შეგიყვარებს კიდეც. რა თქმა უნდა. ჩემი შვილი ძალიან მოსიყვარულია დედა. შენი შვილი. შენი შვილი, ჩემი შვილია, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. უახლოეს დღეებში მოვიყვანთ კანს. გააღებერი საყვარელო, შენთვის მოვამზადე, შეჭამე. არ მინდა, არ შევჭამ. მომაწყენინებ. ნახე შენი დაიკოები როგორ ჭამენ გააღებერი. ნუ დააძალებ. დადე თუ მოუნდება თვითონ შეჭამს. როგორ ჩანს, პატარა პრინცი მეტის მეტად ჭირვეულია. მორჯო, რომ დამპირდე რომ სინთეზატორზე დაკვრა უნდა მასწავლა? გასწავლე, მოიცადე ახლა მოვიტან. დაჭიქი რა დრო სინთეზატორია. ახლა ამის დრო არ არის. ძადი იმეცადინე. უკვე მიმეცადინე. განი სად არის ამდენ ხანს? ჩემი გეკითხება. საღამოს ერთად უნდა გვემეცადინა. რომ იცოდე, სულაც არ მომწონს ეგ თქვენი გაკვეთილები. ვითომ რატომ? ხომ იცი რომ უნივერსიტეტში ვაბარებ? კარგი რა, გონი არ ვიცი რა გადარდებს. მაინც რა ადარდებს. არაფერი ქალბატონო ფიუსონ, ისევ ლაპარაკობდით. თქვენთვის ლაპარაკობდით არა? მუშაობის ნაცვლად ენას არაჩერებთ. როგორც კი დამინახავთ, ჩუმდებით. რა ხდება? თქვენ რა შუაში ხართ? ვალდებულები არ ვართ რომ ყველაფერი გითხრათ. ნიმეთ. წესიერად მელაპარაკე. თუ ასეა ყველაფერში ნოერევით. რა უცნაური ხარ ბატონო ბურხან. რა დროს? ამჯერად რა მოხდა? არაფერი დედა. ნიმეთ. რძედა კარაკი გამოიღე მოცივრიდან ბატონმა ბურხანმა. დაცეხვილი ხორბლის ხალვა მოინდომა. აიშე, ხორბლის ქილა მომაწოდე. ახლავე? შენი და განის მეცადინეობა როგორ მინდის? ბოლო დროს რა კარგად სწავლობდით? თავი დაანებე? არა, განის როცა სცალევ მეცადინეობთ ქალბატონო ნადიდე. იმეცადინე. განის ცოდნით ისარგებლე. სწავლაზე უკეთესი რა არის? დღეს უცნაური რამ მოხდა? რა მოხდა? Kerem geldi bana. ქერემი მოვიდა ჩემთან, ვილაპარაკეთ. ჩემთანაც იყო. შენთანაც? ხო. ოფისში მოვიდა. Niye daha? რატომ არ მითხარი? არ ვიცი.
ალბათ არ მინდოდა ამის გახსენება. რა გითხრა? არაფერი, ბოდიში მომიხადა. მითხრა ორივეს უსამართლოდ მოგეკეცითო. გონია ბოდიში თუ მოიხდის, ყველაფერი გამოსწორდება. შენ რა გითხრა? მეც ბოდიში მომიხადა. ძალიან გამიგვირდა, არ ვიცოდი რა მეთქვა. ასე რატომ იქცევა ბატონი ქერემი? შენი აზრით რას ცდილობს? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ მითხრა რაღაც. რა? ბენუ მიცის რომ მიყვარხარო. წუხალოდ ხონს ბენუს მისთვის. წარმოუდგენელია. ვერ ვიჯერებ, ქერემს უყვარხარ. ეს შენ ციცი, მეც ვიცი, ბენუმაც იცის. ყველამ ვიცით, მაგრამ ერთმანეთ არ ვერ ვამხელთ. ონორ გთხოვ, ისედაც ცუდად ვარ. შენ არ ხარ დამნაშავე საყვარელო. ნუ განიცდი. ბენუ. მაპატიეთ. ჩემი მეგობარი შევიდა. იქ არავინ არ არის. ისმენთ ბატონო ქერემ, რამე პრობლემაა? ალბათონი ბენუ ხომ არ გინახავთ? არა ბატონო. ალბათონი ბენუ ხომ არ დაგინახავთ? არ ვიცი, მე ახლა მოვედი. კარგი. ახონდის. დღეს ბინა ვიქირავე. რა? ბინა ვიქირავე. კარგია. ბედნიერად იცხოვრე. ავეჯით. ძალიან კარგი. რა დაგემართა, არ უნდა მომილოცო? რა ვქნა? რადგან სახლი იქირავე, ჩაგეხუტო და ყელზე მოგეხვიო? ცუდი არ იქნება. ძალიან მომეწონება. გეყოფა ბურაკ. ხვალ ჩემი ბიჭი თვალის ექიმთან მიდის. რატომ? თვალები აწუხებს? არა, უბრალოდ გასინჯავენ. ხედველობის შემოწმება ყველა ბავშვს სჭირდება. ბორჩინი როდის წავიყვანოთ, ფიუსონ?
ჯერ ადრეა დედა. მოგელავთ. დედამისი საღამოს არ უნდა მოსულიყო. როგორც ჩანს, ამაღამ ჩვენთან დატოვებენ. ნეტავ დატოვონ. გამარჯობა, მობრძანდით. საღამო მშვიდობისა. დედიკა მოვიდა. შვილო. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, ბატონო ონურ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? შემოდით. უკვე გვიანი არ შეგაწუხებთ. რას ამბობ? რა შეწუხებაა შვილო? დასხედით. ყავა დავლიოთ ერთად. რა თქმა უნდა. გთხოვთ, მობრძანდით. გთხოვთ. როგორ ხარ შვილო? კარგად. გამარჯობა. მაპატიეთ ასე დროს რომ შეგაწუხეთ. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. მობრძანდით. მიპასუხე მელეკ, მიპასუხე. მიდი მაინც სადე. რატომ არ ცეკვა? არ მინდა. კარგი, როცა მოგინდება მითხარი, მთელი ღამე აქ ვიქნები. კარგი, შორს არ წახვიდე. დიდხანს ვერ დაგელოდები. შენ გარდა აქ სხვა ლამაზი გოგონებიც არიან. როგორც გინდა, შენ დარჩები წაგებული. რას აკეთებ? რას ვაკეთებ? ერთი წუთი გამომყევი. რა ხდება, ხელი გამიშვი? ჩქარა წამოდი. თავი დამანებე. ინგლისში ასე იქცეოდი? მეგობარს მიატოვებდი და ბარში გაცნობილ ბიჭებს ეკიდებოდი ხოლმე. არავის არ ავიკიდები. ჯერ ბათვალიერებ. მე ვინ ვარ მელეკ? არ მესმის, რატომ ბრაზდები ბურაკ? ჩვენ შორის რამე ხდება? არაფერი არ ხდება. გეყოფა ბურაკ, ერთხელ ვიწექი შენთან, შენი საკუთრება არ ვარ. არც მინდა, ეგ რაში მჭირდება. ცუდად ვარ, გესმის? ცუდად ვარ. ახლა შენთან ჩხუბი არ მინდა. კარგი. რადგან ასეა წადი, შენს თავს მიხედე. ბურაკ, თავი დამანებე. ბურაკ მოიცადე. თავი დამანებე. ბურაკ, თხოვ, ცუდად ვარ. ბარში უამრავი კაცია. ნებისმიერთან მიდი, თუ ასე ძალიან გინდა. ვერ გავიგე რა ქალი ხარ. ყოველთვის ასეთი უცნაური იყავი? ხომ გითხარი, ცუდად ვარ. ბურაკ, წამოდი, ჩემთან წავიდეთ. შენთან? ხო. ბენუ რომ გაგვიბრაზდეს? არა უშავს თუ გაბრაზდება, გაბრაზდეს. ბატონო ქერემ? გამარჯობა მელეკ. გამარჯობა. რომელი საათია? 7 ხდება. ბენუ სახლშია? არა, თქვენთან ერთად არ იყო? შემოდით. სად არის? არ ვიცი, უშინ სავახში მოწავედით. ტუალეტში გავიდა და მე აღარ დაბრუნებულა. რას ამბობთ? უცებ გაქრა. ისინი ვითები მე მაქვს. მთელი ღამე არ დამიძინია. პოლიციაში დავრეკე. ვიკითხე საგზაო შემთხვევა ხომ არ მომხდარა. სტამბოლის ყველა საავადმყოფო შემოვიარე. არ ვიცი მელეკ. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, შეიძლება გავგიჟდე. როგორ ფიქრობ, სად წავიდა? არ ვიცი ბატონო ქერემ. შენთან არ დაურეკავს? არა. განი, მოდი აქ. ისმენთ ვიძე ბურჰან. შვილო, სწავლის გადასახადის რო არ მოვიდა? ფული მზად მქონდა, მაგრამ მოცემა დამავიწყდა. შენც არ შემახსენე? ვის ბოლომდე კიდევ არის დრო და ვიფიქრე არა უშავს, დროულად შეიტანე. აი, გამომართე შვილო და გადაიხადე. მადლობთ ვიძე ბურჰან. სწავლის საქმე როგორ მიდის? ლექციებს ხომ არ აცდენ? რას ამბობთ ვიძე ბურჰან?
კარგი, მე მივდივარ. ნახვამდის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ნახვამდის. მიწი ანორ. შვილო, ქუჩაზე ასე გადმოსვლა როგორ შეიძლება? მეორედეს არ გააკეთო, კარგი? კარგი. დასხედეთ. ეს რა არის? რადგან ქანი ამანქანაში ხშირად ჩაჯდება, უსაფრთხოდ უნდა იყოს. ეს ჩემია? ო, შენია. ეს სავარძელი მხოლოდ შენ გეკუთვნის. სხვა რომ მოისურვო ჩაჯდომა არ დავსვამთ. ხო მასია? ასია. მოდი დაჯიქი. მოგწონს? ამწონს. მოიცადე? უსაფრთხოების ღვედი შევიკრათ? არა ისე კითხე. თუ დაგირეკავს გამაგებინე. კარგი, ბიძეს მოკითხვა გადაეცი. ბიძე ჩემთან არ მისულა. გამიკვირდებოდა იქ რომ მისულიყო. ყველა მის მეგობარს დაურეკე, ყველა ნათესავს, არსად არ არის. როგორ ფიქრობთ? საწავითოდა? მეშინია რამე სისულელი არ ჩაიდინოს მელეკ. არ მგონია. რადგან დაშორდით ალბათ თავს გარიდებთ. ნუ ნახავს, თავრია კარგად იყოს. ოღონდ ვიცოდე რომ კარგადაა. ხოლო ჩახრაზათან არ დამირეკავს. თქვენ ხომ არ გიკითხავთ? არა. არა მგონია იცოდეს. გამარჯობა. ისმენთ ბატონო ბურაკ. თუ ვინმე მიკითხავს არ შემოუშვათ, კარგი? და აუცილებლად შემატყობინეთ, რა თქმა უნდა. მხოლოდ ისინი შემოუშვით, ვისაც შეხვედრა აქვს დანიშნული, როგორც მიბრძანებთ. აბა თქვენ იცით. მადლობთ. არ ვიცი რა აწყენინეთ ჩემთვის, მაგრამ ის კი ვიცი რომ ბენუს ძალიან უყვარხართ ბატონო ქერემ. მეც ვიცი მელეკ. ამიტომ რაც არ უნდა მითხრას არ გავამტყუნებ. ბენო ყოველთვის გაპატიებთ. მშობლებმა სახელები არასწორად დაგვარქვეს. ჩემი ანგელოზი დისთვის უნდა დაერქმიათ ჩემი სახელი მელექი. ო, მართალი ხარ. ილომშილობისა ქერემ, ილომშილობისა. როგორ ხარ საყვარელო? კარგად ვარ. თუ რამეს გაიგებ, ჩემს კაბინეტში ვიქნები. კარგი. რას აკეთებ? აზრზე მოდი. ჩემი და ისე ვარ ჩანს. ვერ ხედავ? დარწმუნებული ვარ დასამშვიდებლად წავიდე სადმე. არ მესმის ასე რატომ ნერვიულობ? არა მეთქი. რა გინდა მელეკ? გინდა რომ მხოლოდ ლოგინის მეგობრები ვიყოთ? მეც ეს მინდა ლამაზო. სიყვარული არ მჭირდება. ლოგინი საკმარისია. ბატონი ონური ჯერ არ მოსულა? არა ბატონო ქერემ, მითხრა რომ დღეს დააგვიანდება. ალბათ ბენუს ხომ არ დაურეკავს? არ დაურეკავს. კაბინეტი როდის მექნება? ალბათ ნურჰაიეთ, გთხოვთ რომ გახვალთ კარი გაიხურეთ. კარგი ბატონო. როგორ იქცევი? როდის გიხდი? არ მესმის ასე რატომ გაღიზიანდი? უბრალოდ მინდა რომ ცალკე ოთახი მქონდეს. შენ და მელეკ შორის რა ხდება? შენ მინ გეკითხება. ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ვრად შევეწყეთ ერთმანეთს. მომისმინე ბურაკ? კარგად ვიცი რანაირი კაცი ხარ. მელეკი წესიერი გოგოა. იცოდე თუ აწყენინებ, მელეკი აწესიერი. ნუ მაცინებ ქერემ. მელეკი ისეთია, არავის არ დააჩაგვრინებს თავს. წესიერად ილაპარაკე. კარგი? ასეა თუ ისე შენი შეყვარებულის და ო, მართლა, ბინა ვიქირავე. რამდენიმე დღეში გადავალ. შეგიძლია მესტუმრო. მამა და შვილი მოხერხებულად ხედხართ? დიახ. შეიძლება მამიკომ ქაანს მარჯვენა თვალზე ხელი აფაროს? მე ავიფარებ. იცი მარჯვენა და მარცხენა რომელია? იცი საქიმო. მეკობრებს გავარ არა? ჩემი პატარა მეკობრე ხარ. კან გითხარი რას ხედავს? მზეს ხედავ.
კარგია. ახლა ყვავილს. ოჩახ, როგორ ჩანს? ბევრ თევს ჭამ, კარგი მხედველობა გაქვს. ჭამ. ახლა მარცხენა თვალი დახუჭე. საუკეთესო ტყავის დასაცმელი. კინაღამ მახეში გაგაბეს. არ მითხრა. ვაჭრობაში ამ ხელა გამოსtildeების კაცი კინაღამ შეცდომაში შემიყვანეს. რაც თავარია ელოდ გადარჩი. ო, ასეა. ბატონი ონორის წყალობით. ამ საქმეს მან მოხდა ხელი. მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ფასში მაყიდვინა. ბატონმა ონორმა არა? შენ მას იწემ. სიზედ ითვლება. ასე არ არის? შაჰრაზადი ხომ ჩემი შვილია? შენებლობას მალე დაიწყებ? რამდენიმე პატარა პრობლემაა, როგორც კი მოვაგვარებთ, მაშინვე დავიწყებთ. ბატონო ჰუდაი, ერთი წუთით. უნდა წავიდე. მოგბრძანდით, საუკეთესო მოდელები გვაქვს. Ne bu halin böyle? რა დაგემართა? ჯანსელი დავინახე მამა. მერე? ქუჩის მეორე მხარეს. სანამ მივედი ავტობუსში ჩაჯდა და წავიდა. არ დაუძახე? შენი ხმა ვერ გაიგონა? გაიგო, მაგრამ არ შემომხედა. წავიდა. ავტობუსი სად მიდიოდა? რა მკითხე? რა ნომერი იყო? Nereye gidiyor? ნახე რა მიმართულებით წავიდა. არ შემიხედავს. Aferin. ხოჩახ. Bir taksiye atlayıp რა თქმა უნდა ვერციც მოიფიქრე, რომ ტაქსი გაგეშერებინა და უკან გაყოლოდი. სირბილით გავეკიდე მამა, მაგრამ koşalım koş. ირბინე შვილო, ირბინე. Sen bu kafayla twins თუ არ გაანძრევ, კიდევ დიდხანს მოგიძევს სირბილი. მელეკ, ისე ვერ დაურეკავს? არა, ბატონო ქერემ, უკვე ძალიან ღელა. შენს მშობლებს ელაპარაკე? კვიპროსში ხომ არ წავიდა? ველაპარაკე პირდაპირ არ მიკითხავს, მაგრამ გავარკვია, რომ იქ არ არის. ნერვიულობისგან ცუდად ვარ. სად უნდა წასულიყო? ნეტავ ახლა სად არის? რამე რომ შეემთხვას, ჩემს თავს არ ვაპატეებ. თუდი არაფერი შეემთხვეოდა. თქვენ ხომ ყველა სააბადო ყოფო გადაამოწმეთ. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ერთი წუთით მოიცადეთ? რა მოხდა? ბენო ზოგიერთი ნივთი არ არის. მოიცა რა ნივთები არ არის. მისი მაისური და ჯემპრი ვერ ვნახე. არ არის? არც პატარა ჩემოდანია. ნივთები ჩაალაგა და წავიდა. მე გამირვის. ალბათ. ბენო ახლავე უნდა ვიპოვო მელეკ. სადაც არ უნდა წასულიყო, უნდა ვიპოვო. შენი აზრით სად შეიძლებოდა წასულიყო? არ ვიცი სად შეიძლება იყოს. წავალ შაჰრაზადს ვკითხო. ახლავე გავიგებ. რამეს თუ გაიგებ დამირეკე. რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. ბილბორდებს ჩამოხსნით. რა თქმა უნდა. ახლავე წავალ და საკუთარი ხელით ჩამოუხსნე. ის ფოტოები მე გადავიღე. უნებართვოთ, ვერ გამოიყენებთ. Vermedikçe kullanamazsınız. ახლავე წადე აქედან. Ne yapmaya რის çalışıyorsunuz? მიღწევას ცდილობთ? ახლა ვის გინდა ზიანი მიაყენოთ? ფოტოგრაფონი ჰათ. გასასვლელი იცით და შეგიძლიათ გახვიდეთ. სასამართლოში გიჩივლეთ. დარწმუნებული ვარ, ბენუც ასე მოიქცევა. სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ. ბენუათ ამანთან ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. აი ნახავთ. შელინება. ნახვამდის. წადი მეგობარო, კარგად იყავი. გამარჯობა ნიხათ, როგორ ხარ? Tanışıyor. ერთმანეთს იცნობთ? გაგიჟდა? ეს რა იყო? ყურადღებას ნუ მიაქცევ. გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება ვნახე. ფინანსის ცეძებ. მე რატომ არ მითხარი? რატომ უნდა მეთქვა? დასაქმების სააგენტო გაქვს? ფინანსისტი მეგობარი მყავს.
შეგიძლია სამსახურში აიყვანო. არ მინდა ჟალე. უკვე ვიცი როგორი მეგობრებიც გავს. ჩემი მეგობარი არ დაგეხმარა? შენ გამოიყენე და მერე გააგდე. ჭკვიან ადამიანს ვეძებ ძვირფასო. შენი სულელი მეგობრები არაფერში გამომადგებიან. კალბატონ მიჰრიბანზე ლაპარაკე? დიახ, ველაპარაკე. ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე დღეში დაბრუნდება. კარგია. შვილო, გინდა დაგიმატო? ბევრი არ მინდა. არ გახსოვს ექიმ რა თქვა? ქანს იმიტომ აქვს კარგი მხედველობა, რომ ბევრ თევზს ჭამსო. ექიმს მამა ჩემი ეგონე. მე შენი ნამდვილი მამა არ ვარ, მაგრამ მამასავით ხომ გიყვარ ვარ. მაშინ მამას რატომ არ გეძახე? გინდა რომ დამიძახო? დედა დაუძახო? რა თქმა უნდა, შვილო. კარგი. მამა, შეგიძლიათ ყალი მომაწოდო? მოდი ჩემთან. მოდი. აქ მოდი. მოდი ჩემო ბიჭო. ჩემო ბიჭო. შეხრაზად გაწუხებ, მაგრამ ჩემი და ვერ ვიპოვე. სახლში შემოდი, მოდი. დაჯექი. როგორ ხარ მელეკ? გამარჯობა. დალია. როდის უნდა წავიდეთ, მომშივდა. ცოტა მოითმინე, ვერ ხედავ საქმე მაქვს. ბატონო ერდალ, შეიძლება შემოვიდე. მოდი. რა მოხდა, მომაგვარეთ? ბილბორდებს საკრავენ, ნიმუში მოვიტანე. ჩვენიერია. ბოლოს გადაღებული უკეთესი იყო, მაგრამ ნიჰათმა არ მომცა. არა უშავს, ესეც კარგია. მადლობთ. რა ლამაზია. არასწორად იქცევი ერდალ. ამ ქალის მოტყუებით რას მიაღწევ? შენ მაგას ვერ მიხვდები. ბინიაფის მეპატრონეები ამას რომ დაინახავენ გაგიჟდებიან. მე კი ვიტყვი რომ ქალბატონ ბენუსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან. მოხერხებული ხარ. ჩვეულებრივი არქიტექტორი ცნობილ სახედაქციე. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.